მოგესალმებით. გასულ გადაცემაში კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილთან ერთად ვსაუბრობდით კინოკრიტიკის ხელოვნებაზე, ახლა კი ისევ ლევანთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს თანამედროვე ქართული კინემატოგრაფის გამოწვევებზე, რას ირეკლავს თანამედროვე ქართული კინო და როგორია ახალი თხრობის მანერა. მოგესალმები, ლევან, კიდევ ერთხელ. საინტერესოა, რა საკითხებია წამოწეული წინა ფლანგზე თანამედროვე ქართულ კინოში და რამდენად ირეკლავს ის ჩვენი ქვეყნის სოციალურ და კულტურულ რეალობას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კინო ახლა დიდ ისტორიას არ მოიცავს ეს 30 წელი და 35 წელი არაფერს არ ნიშნავს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ დიდი ხანია უკვე ის პრობლემები და ის თემები, რაზეც რეფლექსირებდნენ ქართული რეჟისორები, უკავშირდებოდა ომს, აფხაზეთის ომს, იქნებოდა ნარკომანია, ასე შემდეგ, სოციალური სიდუხჭირე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, დღემდე ძალიან აქტუალური თემებია, თუმცა სწორი რეფლექსია ხშირად ვერ ხდებოდა, იმიტომ რომ ყველა მოვლენა სჭირდება გარკვეული დრო, დისტანცირება ამ მოვლენებისგან, როცა უშუალოდ მონაწილე ხარ ამ ყველაფერს, იგივე აი ვთქვათ აფხაზეთის ომის თემა რო ავიღოთ, რომელიც ძალიან მძიმე, ანუ იგივე სამოქალაქო ომი, ხო? როცა უშუალოდ მონაწილე ხარ, შემდეგ შენ რეჟისორსაც რა თქმა უნდა აქვს შემდეგ სუბიექტური დამოკიდებულება ამ ყველაფერს, მაგრამ რაც შემდეგ ნაწარმოების ქსოვილს ხშირ შემთხვევაში აზიანებს ხოლმე. ხშირად არის პლაკატური, ზედაპირული ან ძალიან სუბიექტური, რაც მაყურებლისთვის ძალიან მარტივად ახსაქმელია, რომ აქ ამ ყველაფერზე რეფლექსია სწორად ვერ ხდება. ანუ ეს თემები უნდა მოდიოდეს შინაგანად, რაზეც წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, ხო? ეს არის ინსპირაცია, რომელიც მოდის, რაც გაწუხებს, რაც პრობლემა, რომელიც გაწუხებს და რომლის შემდეგ მხატვრულ ფორმებად გადააქცევ ამ ყველაფერს და ეს არ არის მარტივი და ეს შეუძლებლადაც კი მიმაჩნია, როდესაც ჩვენ ძალიან მწირი დაფინანსება გვაქვს, როდესაც ძალიან ცოტა ფილმი იქნება ყოველწლიურად, ხო? და ამიტომ რაღაცა გაბნეულია ხოლმე, ზედმეტად 5 ფილმი, ჰოლივუდი რო იღებს 100,000 ფილმს, თქვა წელიწადში პირობითად იქიდან 99,000 დარეხარისხის არის, ხო, როცა 5 კინოს აკეთებდნენ, ერთი კარგი ფილმი გამოდის, ეს უკვე თვლი რომ ქართული კინოს წარმატება. ამიტომ ხო, ეს თემები ძირითადად აი რაც ჩამოთვალე ეს არის, თუმცა რა თქმა უნდა, იგივე აი slow cinema-ს განვითარებამ და რაღაც ნეომა კინომაც დაბადა ახალი ფორმები ქართულ კინემატოგრაფშიც, ну თუმცა ეს ფორმაც არ უნდა იყოს რაღაცა წინასწარ განსაზღვრო, მე ამ სტილში გადავიღებ ყველა ფილმს, ხო? ამას აქვს შესაბამისი სათქმელი, შესაბამისი ფორმა და ყველა ფილმი არ შეიძლება რომ ესე გადაიღოს. აი მოდი ეს თემა უფრო განვავრცოთ, ფორმალიზმზე და ფორმებზე უფრო ხომ არ არიან კონცენტრირებულნი რეჟისორები და თითქოს მეორე ფლანგზე რჩებათ შინაარსს. შესაძლებელია ეს ესე იყოს და შეცდომა თავარი პრობლემა ისე რომ ფორმა და შინაარსი განუყოფელია. ანუ არ არსებობს შინაარს გამოცვლილი ფორმა. ანუ ნებისმიერ რაღაცა შენ უბრალოდ ხის შრიალი რომ აჩვენო, ამასაც თავისი შინაარსი უნდა ქონდეს. ფორმას და შინაარსს ვერ განაცალკევებდა. რაც თქვი, ანუ ზუსტად მესმის და აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ შეიძლება კადრის დაყენებაზე იმუშაოს, არ ვიცი, 12 საათი და შემდეგ შიგნით რა ხდება. ხო, ფრაზაც არ არის მნიშვნელოვანი, ხო, შინაარსი თვითონ მიზანსცენა, ამბავი, კინო ყვება ამბავს. მე ყოფილვარ, ცოტას გადავუხავ, თუმცა ამ თემაზე არის. ყოფილვარ ჟიურიში სცენარის განვითარების კონკურსის და როცა 5 წუთი აქვს წარმოსადგენი რეჟისორს, რომ მოყვეს რაზეა მისი ფილმი. 4 წუთი ლაპარაკობენ იმაზე, რომელი ოპერატორი ეყოლებათ, როგორ წარმოუდგენთ ასე. ამბავი მომიყევი, დასაწყისი განვითარება დასასრული, რომელიც დრამატურგია, ხო? რომლისგან შედგება აბსოლუტურად ყველანი. ანუ ხელოვნება ამ შინაარსს გამოცვლილი ვერ იქნება. ამას ვერ ყვება. ძალიან რთული მოსაყოლია, იმიტომ რომ სულ გინდა რომ ისეთი დეტალები რაც გონია რომ შემნიშვნელოვანია იმას ყვები, თუმცა ეს ძალიან ზედაპირული შეიძლება იყოს და მე მთლიანობის აღსაქმებლად ჭირდება ამბავი. ძალიან მოკლედ ლოგლაინებად დასაწყისი, განვითარება, დასასრული, რომელიც შევქმნა ეს მთლიანობა და ქსოვილი. თუმცა ჩვენ წინა გადაცემაში არაერთხელ ვახსენეთ ის, რომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კონტექსტი. რა ხდება სოციუმში და შესაბამისად ამას ირეკლავს კინო. ის რომ ნარატივზე არის ნაკლები აქცენტი, ესეც ნაკარნახევი ხომ არ არის ზოგადად საზოგადოებისგან. რეჟისორი ზოგადად და ხელოვნება და კინო ვერ იქნება, ვერ გაითვალისწინებს და არ უნდა ითვალისწინებდეს რაღაცა საზოგადოების, ასე ვთქვათ, წყალებში უხეშად დაკვეთას იმ ხრივ, რომ აი შენ ეს არ მიჩვენო, არ არის. ეს გზნობისმიერი ხელოვნება, ეს შენი
შენ კინოს გადაღება გინდა ჩათვალე რომ ეს არის შენი სარკე, ხო? შენ გინდა არ გინდა მე ჭყალებში ვთქვა გაგაშიშვლე. ანუ ჩემი мотивация, და ჩემი პროფესია ეს არის, რომ მე დავინახო შენი ზრახვები, რატო გინდა ამ ფილმის გადაღება. ამიტომ ამას თუ თრგუნავ და მახსენდება ხა რამდენიმე ფილმი უბრალოდ ამის დასახელება ხა. არ მგონია სწორი უხერხული იქნება, ხო? სადაც თქვა ისეთი თემაა აქცენტირებულად, რომ ძალიან პროვოკაციული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ამაზე ორად იყოფ, რაღაცა პოლარიზებულია გარემო და რაღაცა მხარეა ყველა ამ შემთხვევაში და შენ ცდილობ რაღაცა ნელთბილად გაიარო და ეს მე შენ ნაწარმოებასაც ეთყობა, იმიტომ რომ გულწრფელობა არის ამოსავალი წერტილი კინოსი ნებისმიერი ხელოვნების, იმიტომ რომ შენ რასაც ფიქრობ ის თუ სადაც დამალე, ეს გამოჩნდება ფილმში და საზოგადოებას რა რეაქცია იქნება ხელოვნებას ეს ხშირ შემთხვევაში კი არა და საერთოდ არ უნდა ინტერესებდეს იმ გაგებით, რომ მას მისი მიზანია გააკეთოს ხელოვნება, მისი მიზანია შექმნას ნაწარმოები, პრობლემა, რომელზეც უნდა ლაპარაკი და თუ რამეს მალავს, ეს უკვე ნაწარმოებს ეთყობა და მის მხატვრულ ღირებულებას. კი, თითქოს ბოლომდე ვერ გაკმაყოფილებს. შევადაროთ მამების და შვილების თაობა. მიუხედავად იმისა, რომ მამების თაობა მოღვაწეობდა საბჭოთა ცენზურის დროს, როცა იყო ძალიან ბევრი შეზღუდვა. მიუხედავად ამისა, იყვნენ თუ არა უფრო თამამები, ვიდრე თანამედროვე რეჟისორები. არ ვფიქრობ ესე და ავხსნი რატო. ის რო ცენზურა არსებობდა 60-იანი წლების ქართულ კინოში, ეს ყველამ ვიცით ხო და ამ დროს რაღაცა გამოიგონეს ეს იგავური ენა, რაღაცა მეტაფორული ენა, იმიტომ რომ სხვანაირად, უბრალოდ სულ საქართველოში და ბევრი კომაგი ყავდათ ქართულ რეჟისორებს, ადგილობრივ თუმცა ყველაფერი ვიცით, რომ ცენტრში წყდებოდა. ანუ მოსკოვი თუ არ დაამტკიცებდა ამ ფილმს, უბრალოდ არ გავიდოდა ეთერებში. არა, დაფინანსებას თავიდანვე მიიღებდი, მაგრამ ფილმი შემოიდებოდა თაროზე. ამიტომ მათ უწევდათ ამ ენით ლაპარაკი. იქაც ეს ცენზორების ხდებოდნენ, თქვა, ანუ იქ ძალიან ჭკვიანი ხალხი ეშდათ, არ იყო ის, რომ რაღაცა მოვატყუებ რამეში. არა, უბრალოდ იქ იყო რაღაცა სისტემა, რომელსაც ზოგჯერ აწყობდა, რომ ეს ფილმები გასულა. მათ იცოდნენ წინასწარ, კი, რაღაცებს უჭრიდნენ და ამას ძალიან განიცდიდნენ, თუმცა იცოდნენ, რომ ამის გამო არავინ არ დახვრეტდა. თქვა 60-იან წლებში, მაგრამ 40, აი რო თქვა ეხა, თუმცა დარწმუნებით არ იცოდნენ. სტალინურ პერიოდში რა თქმა უნდა იყო და ამ დროს არც არავინ არ ცდილობდა რაიმე განსხვავებული ელაპარაკა, ოდნავ გადახვეული ფილმებიც რო იყო, მაგალითად რონდელის და კარგული სამოთხე, მას შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ მე ვიკლავდი ერთ პერიოდში საბჭოთა ხელოვნების, ასე ვთქვათ, რაღაცა ლიტერატურას, ფრინად იმ დროინდელ გაზეთებს, ასე შემდეგ, დავით რონდელი იბეჭდებოდა ყოველ იმაში, ამ ფილმის შემდეგ საერთოდ გააკეთეს. ისევე როგორც მოხდა ახმეტელზე და ასე შემდეგ, ხო? ის პატარა რაღაცას კი და ნუ სერიოზული შევიწროებები იყო. მაშინ კიდე ხო, მაგრამ 60-იან წლებში ეს უკვე ასე უბრალოდ არ ჩაუშვებდნენ ამ ფილმს წარმოებაში და ეს იყო. ანუ ის რომ სითამამე ამას არ ვიცი რამდენად შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა მიღებული ფორმა მათთვისაც, რომელშიც მოერგნენ ძალიან თავისუფლად, რომ ამენით უნდა ელაპარაკონ და მათ ჰქონდათ უდიდესი ნიჭი და უდიდესი ოსტატები, მოთავდა ძალიან მაგარი სკოლა ჰქონდათ გავლილი, ხო, გიკი, რომელიც მართლა ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში საერთოდ იქ ასწავლიდა ეიზენშტაინი ბოლო-ბოლო, ხო, რომელიც არის რაღაცა კინოს ავანგარდისტი. და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, თუმცა სითამამე არც დღევანდელ ქართულ რეჟისორებს არ აკლიათ, იმიტომ რომ დღეს არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ ამბობენ, ღიად ამბობენ, ღიად ლაპარაკობენ და ღიად იგებენ იმ ფილმებს, რომლებიც თქვა შეიძლება ხელისუფლებას არ მოწონს და ამის გამო ძალიან ასე ვთქვათ, შევიწროების ქვეყნის არიან, თუმცა ისინი არ ეპოებიან ამ ყველაფერს და ძალიან სამწუხარო ამის თქმა რომ მიწევს დღეს, მაგრამ აი შესაძლებლად რადგან მადარებინებთ 60-იან წლების რეჟიმების დღეს ცოცხლებენ და ღმერთმადისგან საცოცხლონ, ისინი უფრო ერგებიან ამ მოცემულობას ვიდრე დღევანდელი თაობის რეჟისორები. და მე არ მესმის თუ ცენზურის და რაღაცა შენი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების პერიოდი გქონდა და ეს გამოიარე, დღეს როცა იცი რომ არავინ არ დაგხვიტავს, უბრალოდ მაშინ ხელოვანი როგორ უნდა მოერგო იმ მოცემულობას, რასაც არ ვიცი ზემოდან გავალებენ, ხო? ლევან, დაფინანსება ვახსენეთ და ვიცით, რომ ქართველ რეჟისორებს უწევთ კოპროდუქციის წარმოება, სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ნატყვა აისრულონ და საკუთარ ჩანასახოვან იდეას ხორცი შეასხან. თუმცა ამას რა უკუჩვენება ახასიათებს? მოდი პროდიუსერების გავლენაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ როცა ის შენ გაფინანსებს, რაღაც მომენტში აქვს უფლებამოსილება, რომ ჩაერიოს კონტექსტშიც და ნარატივშიც. კი, მე წინა გადაცემაში ვახსენე, რომ ევროპულ კინოს დღეს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს და ნუ რატო?
პრობლემა ის არის ქართული კინო დაფინანსების, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ერთ-ერთი გასცემს დაფინანსებას, ის სრულად არ გაძლევს ფილმის დაფინანსებას. შენ მოგეხსენება რამდენად ძვირი მასშტაბურია და გიწევს კოპროდუქციის წარმოება. ხო, შენ იძულებული ხარ, რომ დანარჩენი სახსრები მოიძიო ევროპული ფონდებიდან, კოპროდუქციებიდან და ასე შემდეგ. მათ ეხლა ვერ ვიტყვი, რომ აი ბოლო პერიოდში მაინც ადრე შეიძლება უფრო კი იყო იქ თემები, რაც უნდა ჩაგესვა, რომელიც შენი ფილმის ქსოვილს აზიანებდა და ის იყო მათი მოთხოვნა. მაგრამ შემდეგ უკვე რაღაცა თვით ცენზურათაც გარდაიქმნა ქართულ კინოინდუსტრიაშიც, რომ აი მე თუ მინდა დაფინანსება მოიპოვო სცენარის წერის დროს რაღაცები უნდა ჩავსვა, რომ იქ მომეცეს საშუალება. ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი. ეს არ არის კარგი, თუმცა ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ უბრალოდ სახსრების გარეშე კინოს ვერ დაამთავრებ და ეს რა თქმა უნდა მოქმედებს, თუმცა არა გადამწყვეტად, იმიტომ რომ იქ არავინ არ გაცენზურებს, უბრალოდ გეუბნებიან, რომ გადაიღე, უბრალოდ ეს თემა იქნება. შეგიძლია ეს თემაც ისე გააპაროც არ გჭირდება, უბრალოდ ხო, გიწევს რაღაცა კომპრომისებზე წასვლა და ეს არ არის ნამდვილად კარგი და ლამაზი. ლევან, რა ზეილის ქართველი მაყურებელი ფილმისგან საინტერესო თანამედროვე ქართველ მაყურებელზე ვისაუბროთ. აი ჩვენი თაობა კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობა. ეს არის ისევ თავშესაქცევი, თუ პირიქით მკურნალი, რამდენად უყურებენ იმ ფილმებს, რომელსაც აქვს მრავალი შრე, ანალიზი სჭირდება. თუ გაზარმაცებულია მაყურებელი. მაყურებელზე თვალია გაზარმაცებული, ზოგადად იმიტომ რომ ძალიან თვალსაწიერი გაუფართოვდა, ამ შემთხვევაში არა დადებითი მიმართულებით, იმ დასასვენად TikTok-ი იქნება ის მოკლე ვიდეოები. მე არ ვიცი TikTok-ზე რომ შევედი 1-2 ნუ კი მაქვს, მაგრამ საერთოდ არ ხმარობ. 5 წუთში უკვე თვალები ამიჭრა და გამოვედი, ამას მთელი დღე უყურებ, რაღაცა 5 წამიან ვიდეო, ამდენ ვიზუალურ მასალას. შემდეგ კინოს ყურება ძალიან რთულია, იმიტომ რომ კინოს სჭირდება კონკრეტული განწყობა, მას სჭირდება დიდი ეკრანიც, მათ შორის შეიძლება არ იყოს დიდი ეკრანი და სახშიც უყურე, მაგრამ მე ვემზადები წინასწარ ფილმის სანახავად, რო ვიცი რომ ფილმი ვნახავ, ამას სჭირდება წინასწარ შემზადება საკუთარი თავის, იმიტომ რომ ეს არ არის სკროლვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ქართული მაყურებელი ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, რომელსაც აი მე ვიცი რომ თვითნებურად მოხდა ეს, მაგრამ ჩემი მეგობრის ფილმია გიგალი კლიკაცის ღორი დღეს ძალიან პოპულარულია ქართულ ახალგაზრდობაში და არ ვიცი დაჭრილი TikTok-ის ვიდეოები მხდება, არ ვიცი ჯგუფია სპეციალური, ხაი მანდ მივდივარ და ამის ახსნას ვცდილობ ჩემ თავთანაც რატო ხდება ეს. ეს არის, მოდი ვთქვათ, ეს რასაც ვარქმევ ჩვენ საავტორო კინოა, art house-ი დავარქვათ, ძალიან ღრმა ანალიზით და ძალიან ბევრი პრობლემით დასმული, აქცენტირებული აი ამ ყოფაზე, ამ ადამიანების, უბრალოდ გიგა მიპოვა ისეთი ფორმა, თვითნებურად მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ გიგას თვითმიზანი არ ყოფილა ის, რომ აი კონკრეტული სეგმენტისთვის გადაიღოს ფილმი, უბრალოდ აი ეს ქეჩი, არ ვიცი ქართულად როგორ არის, მიაჯაჭოს მაყურებელი, ეს შეძლო აი ამ პერსონაჟები და ამ გარემოთი, ენა პირველ რიგში, ხო? ენა, კინემატოგრაფიულ ენას არ გულისხმობ, ამ შემთხვევაში ვერბალურ ენას გულისხმობ, ამ პერსონაჟების ენამ ძალიან მოიწყვეტა მაყურებელი და ასევე ანუ აზიარა აი ამ ფორმებით რაღაცა მხატვრულ ღირებულებას, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი ფილმია. მხატვრულ ღირებულებას კარგი ფილმია და თან ეს არის აი ერთადერთია მე პრინციპში რამდენიმე შეიძლება ჩავთვალო, მაგრამ გიგას ფილმი განსაკუთრებულად არის, რომელმაც მოახერხა აი ამ აუდიტორიის შემოკრება, რომელსაც კინოს მიმართ დიდად თითქოს არ აქვს ინტერესი. ისე კინოს ბედის წერაც აქვს ხშირად. უბრალოდ უმართლებს ხოლმე ასეთი მაგალითებიც ვიცით, არაერთი და თავად რეჟისორები ამბობენ, რომ ეს არის შვილი, რომელსაც ვაჩენ და შემდგომ დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს. მიდის ფესტივალებზე, მოდივე ფესტივალებზე ვისაუბროთ, რა როლი აქვს მას კინოს განვითარებაში. სასწაულს მნიშვნელოვანია ფესტივალები, როგორც ადგილობრივ, ეს საერთაშორისო ბაზარზე, იმიტომ რომ შენ აქ ხვდები უამრავ დარგის პროფესიონალს, შენ იღებ გამოცდილებას, შენ იღებ ბოლო შენი შრომის დაფასება ხდება ამ ფესტივალებზე, ხო, რა თქმა უნდა. და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ სფეროზე მიდის იქ ლაპარაკი და ფესტივალი ესაც ძალიან მრავალშრიანია ხოლმე, ეს არ არის მარტო კინოჩვენებები, ხო, აქ არის რაღაც ინდუსტრიული პლატფორმები, აქ არის სცენარის განვითარება, ხვდები ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ავტორს, ხო, და იქ უშუალოდ აუდიტორია, რომელიც არის შეკრებილი კინოს სანახავად, ეს აუდიტორია კიდე სხვანაირად გზრდის, იმიტომ რომ სხვანაირად ლაპარაკობენ. კინოკრიტიკოსიც არ არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, ხო, ეს არის ის, რომ შენ გამოცდილებაზე, რა თქმა უნდა. და ეს სამყარო გაქვს, მე თვითონ ერთ-ერთი ფესტივალის
ასე ვთქვათ, რომ მუშაობ ერთ-ერთ ფესტივალზე რაღაცა პირველი დღიდან ვარ ჩართული და ვიცი ზუსტად ეს ატმოსფერო რისგან შედგება და რა მნიშვნელობის არის საზოგადოების განვითარებისთვის პირველ რიგში და კინომაყურებლის აღზრდისთვის. კონკრეტულად ეს კინოფესტივალი შეგვიძლია ვახსნათ ქუთაისის კინოფესტივალს გულისხმობთ, რომელიც არის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. რატომ მოკლემეტრაჟიანი კინო და ბოლო დროს ჩვენ გადაცემაში ვისაუბრეთ იმაზე, რომ უფრო მეტად აქტუალური გახდა, უფრო დაფასდა და ადრე ეს ფრაზაც არსებობდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოკლემეტრაჟიან კინოს იღებდა, აი სერიოზული კინო როდის უნდა გადაიღოთ, ამ სერიოზულში იგულისხმობდა სრულმეტრაჟიანი, ანუ ქრონომეტრაჟით განსაზღვრავდნენ, რამდენად იყო სერიოზული ნაწარმი. ახლა როგორია დამოკიდებული? ზუსტად მაგ სტერეოტიპების დამსხვრევა გვინდა ჩვენ მოკლემეტრაჟიანი ფესტივალებით, ამას ჰქონდა კონტექსტის, რომ 2020 წელი იყო, ჯერ კიდე აი კოვიდის პერიოდი, ქვეყანაში მძიმე პერიოდი, მაგ დროს გადაწყვეტეთ, რომ ნუ უკვე საბრძოლით ჩაეყარა ერთ წლით ადრე, თუმცა გადაწყვეტეთ მაგ დროს პირველ რიგში იმით, არის ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ ნიშა იყო ცარიელი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არ არსებობდა საქართველოში, მით უმეტეს ქუთაისში. და თბილისში კიდე იყო თბილისის საერთაშორისო კინო, იგივე ბათუმში სუბიაფის ნაწილი იყო, ხო? კი ბატონო, მე ერთად შეიქმნა რაღაც ჩვენი ფესტივალი, სვანეთის ფესტივალები, ლიმონი მათ შორის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ნიშა იყო ცარიელი და თან გვინდოდა რომ მაყურებლის იმის სახსნა პირველ რიგში მიშა ყობახიძე იყო ჩვენი პირველი ფესტივალის ასე ვთქვათ, ხო, პოსტერის სტიმულიც ის რომ ამ ადამიანს სრულმეტრაჟიანი ფილმი არა გადაღებულ, მაგრამ იმ 20 წუთში რა ფილმებსაც იღებდა, ყვება მთელ ცხოვრებას და ამას ვერავინ ვერ იტყოდა იმ სტერეოტიპსაც თქვი რომ რაღაცა სრულმეტრაჟიანს ოდის გადაიღებს. კინო, მოკლემეტრაჟიანი კინოა, ჩვეულებრივი კინო, რომელიც ამ ამბავში, ამ ქრონომეტრაჟში იყოლება. ისეთივე სერიოზულობით და ისეთივე მნიშვნელობით, როგორც სრულმეტრაჟიან ფილმში, ხო? ეს ანუ არ არსებობს ზოგჯერ არის ხოლმე კიდე პრობლემა, რაც დღეს უკვე გადალახეს რეჟისორებმაც, მათ შორის, რომ მოკლემეტრაჟიანს იღებენ, იმიტომ ტრამპლინი უნდა რომ გადაიღო, მე იგივე თემა მოყვე სრულმეტრაჟიანში, რაც არის სრული შეცდომა, იმიტომ რომ კინოს როცა ამთავრებ, ანუ წესი განვითარება დასასრულებას ვთვალყავ დრამატურგია. იმას შემდეგში რომ აგრძელებ რაღაცა ეს სერიალივით, ეს ეთყობა მე ნაწარმოებსაც. ამიტომ მოკლემეტრაჟიანი ფილმს აქვს თავისი ნიშა, როგორც თქვა ჩვენ დოკუმენტური კინოს გადაღება, მხატვრული ფილმის გადაღება, კიდევ თუ მოკლემეტრაჟიანი კინოს გადაღება, ეს არის ცალკეული მიმართულება, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო ფორმა და თავისი მაყურებელი და თავისი ნიშა უჭირავს კინემატოგრაფს. ერთ მტკივნეულ თემას შევეხოთ და ძალიან ნიშანდობლივს კინოთეატრები. არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში კინოთეატრების დეფიციტი, მუნიციპალური კინოთეატრების არსებობა რაოდენ მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა, უკვე გაიცი მაგას პასუხი, რომ მუნიციპალური კინოთეატრები არ გვაქვს, ეს პრობლემა წარმოშობილია. კომერციული კინოთეატრები ძალიან ცოტა გვაქვს და მე მივესალმები, რომ მეტი კომერციული კინოთეატრიც იყოს, მაგრამ ასევე საჭირო იყოს მუნიციპალური კინოთეატრი, იმიტომ რომ კომერციული კინოთეატრი მაინც მუშაობს, მას სჭირდება შემოსავლები იმისთვის, რომ იარსებოს, ამიტომაც გადის ხოლმე ესეთი ფილმები, რასაც თვლიან, რომ აი მაყურებელი ეყოლება, არ ვიცი, ისეთი რომ ნუ აი შემოსავლიანი ბიუჯეტიანი, ხო, ასე რაც მაყურებელს დაინტერესებს. ნუ რა თქმა უნდა, მე მაგით ვერ მოვთხოვ, ეგ უფრო ჩემი საქმე არის და მე ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ მაყურებელი გავზარდო ისე, რომ მას ცოტა სხვანაირი კინოც დაინტერესოს, არა მხოლოდ კომერციულმა, თუმცა ამას სჭირდება teamwork-ი, იმიტომ რომ მარტო ერთი კონკრეტული სფეროს წარმომადგენელი ამაზე ვერ იმუშავებს, ამაში კინოთეატრს უნდა აუწყოს ხე და მუნიციპალური კინოთეატრი, რომელიც რეალურად არის მუნიციპალური, რას ნიშნავს, რომ სახელმწიფოსგან ფინანსდება, ხო? ანუ ეს თავის თავში უკვე მოიცავს იმას, რომ ეს მოგებაზე ვერ იმუშავებს, ეს კომერციული ვერ იქნება, რომ ხალხის ფულით ივსება ბიუჯეტი და აქ უფლებას არ გაქვს კანონით, რომ ბიზნესი აწარმოოდა. კომერციული არის, რა თქმა უნდა, ბიზნესზე და რაღაც რამდენ პოპკორნს გაყიდის, რამდენ კოკაკოლას მაღაზია ძირითადად აგებული და ასე ვთქვი, კინოთეატრის ბილეთებზე, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალური კინოთეატრი კიდე იმიტომ არის მნიშვნელოვანი, თითოეულ მარტო თბილისი ხო არ არის და იგივე გარეუბნებშიც კი ადრე კინოთეატრები იყო გახსნილი და ის მნიშვნელოვანია, რომ იქ იმ დროს მიდის და უყურებს ამ ყველაფერს, ხო? ეს ძალიან რთულია, როდესაც არ გაქვს. არ თანამშრომლობთ ამ კინოთეატრების მესვეურებთან კინოკრიტიკოსები, იმისთვის რომ რაღაც რეკომენდაციები მისცეთ, ვითანამშრომლოთ? ხადია თანამშრომლობ და ყოფილა კიდევაც რომ რაღაცა მოწყობილა გარკვეული რეტროსპექტივები. ნუ აი ფესტივალები რო ტარდება, ისეც იშვიათად არის, ხო? დღევანდელ მოცემულობაში კიდევ ერთხელ.
ძალიან რთულია მისთვის, იმიტომ რომ მას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, იგი თვლს რომ აქვს თავისი აუდიტორია. კიდე ერთი პრობლემა ისაა, რომ კინოთეატრებში დღეს ხალხი აღარ დადის იმ რაოდენობით, რომელსაც ადრე დადიოდა, ამიტომ ის ფიქრობს, როგორ შეინახოს დენის გადასახადი როგორ აი ეს რატომ ხდება? იმიტომ რომ მაყურებელს იმ თავითვე მოლოდინი აქვს, რომ ეს იქნება მდარე ხარისხის ფილმი და არ მოსწონს ნუსხა ამ ფილმების. თუ დადიან ძირითადად მდარე ხარისხის ფილმებს დადიან და ეს არა. რატომ არის სიმწირე მაყურებლების კინოთეატრებში? ისე ციფრული ტექნოლოგიური განვითარება, იმიტომ რომ ისე ტელეფონი, არ ვიცი, ლეპტოპი, მეკობრული საიტები, სადაც შეგვიძლია უფასოდ ვნახოთ. კი ბატონო, და შემდეგ უკვე აღარ დიდი ეკრანის, ასე ვთქვათ, მაგია, ეს ძალიან პირობითი ცნება ისეს და ამის ახსნა რთულია და ხო, რაღაცა აკმაყოფილდებიან აი ამ ვიზუალური მასალით, რომელიც სახლის პირობებში შეიქმნა. როგორ გგონია, უნდა ავღოთ ალღო ამ კომერციულ კინოს, ეს მსოფლიო მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ იმისთვის, რომ ქართული კინო პოპულარული გახდეს თუ ისევ ჩვენი ავთენტური სტილი შევინარჩუნოთ? ჩვენ რომ გვინდოდეს მაგას რომ ფეხი აუწყოთ, ამას სჭირდება ინდუსტრია გქონდეს და ძალიან დიდი ფინანსები უნდა შეიდოს კინოში, რასაც მე მივესალმები და ნეტა გქონდეს ინდუსტრია და კომერციული კინო იყოს და იქიდან ბოლო ამდენი ფილმი და ამდენი რეჟისორი უმუშავარი რო არ იქნება, ამდენ ფილმებს გადაიღებენ, შემდეგ რა თქმა უნდა რეჟისორს შეიძლება პრაქტიკა რო განვითარდეს. ის 1, 2, 3, მეოთხე ფილმი და რა თქმა უნდა შემდეგ ეს art house-ის ძალიან პირობითი ცნება, ის შემდეგ გადაწყვეტს მე როგორი კინოს გადაღება უნდა. კომერციული კინო ყოველთვის არსებობდა. ნუ საქართველოში თქო არ არსებობდა, მაგრამ ჰოლივუდში 30-იანი წლებიდანვე იყო კომერციული კინო, ხო? ძალიან საინტერესო ფილმია ამაზე. ვუდი ალენს კაიროს მეწამული ვარდი, აი კონტექსტსაც ძალიან კარგად გაიგებთ რა არის, ხო? ანუ ეს კომერციული კინოს უნდა არსებობს, ინდუსტრია უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ჯერ ამდენი ადამიანია დასაქმებული, ხო? ამ სფეროში. ყველა სჭირდება საქმე, რაშიც ანაზღაურებას აიღებს. ინდუსტრია როცა გაქვს ჩათვალე, რომ ყველაფერი, ასე ვთქვათ, ყოველთვის არის სამუშაო, ამდენი მსახიობის დაკავება იქნება, ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და art-house კინო ეს ურთიერთ გამორიცხავი არც შემთხვევაში არ არის. გაკეთდება ის ფილმები. ნიშანდობლივია, ჩვენ ახლა დაფინანსებაზე ვსაუბრობდით, სახელმწიფო დაფინანსებაზე, ამ კუთხით დეფიციტზე. აი, კერძო სექტორი რამდენად დებს ინვესტიციას ხელოვნებაში საინტერესოა. საერთოდ არ დებენ, იმიტომ რომ ამას არ მოაქვს დიდი შემოსავლები. ამას სჭირდება დრო, კიდე ნუ შეუნდა გიყვარდეს ეს სფერო რა, ალბათ არიან ადამიანები, ვისაც ჩაუდიათ ფილმი, მაგრამ ის ფილმში დიდი თანხები კერძო სექტორს გულისხმობ, თუმცა ესეც იმით, რომ რაღაცა ისე ქონდათ შეფუთული ამ პროდიუსერებს, რომ აი წარმოდგენილი, აი მე ხა ხვალ კანის კინოფესტივალზე მოვიგებ და ოსკარზე გავა, რაც არის მე თავში ხელებს ირტყავდნენ, რომ ის რა თქმა უნდა ბიზნესმენი ფიქრობს შემოსავალზე პირველ რიგში და ეს რაღაცა მატერია, ეს სულიერი, ასე ვთქვათ, საკვები მათთვის ისინი ძალიან პრაგმატულად უყურებენ და ნუ მესმის ახლა მათი ისიც რომ ისინი არიან ბიზნესმენი აზროვნებს სხვანაირად, რომ ის ნებისმიერ იმაში ფიქრობს, რომ შემოსავალი მივიღო აქედან და კინო არ არის ეს სფერო. ძალიან ბევრს დებს, ძალიან ბევრი ხარჯი აქვს და შემოსავალი არ აქვს იმხელა, რომ უღირდეს, ასე ვთქვათ, ამაში ჩადება. ამიტომ ჭირდება კინოს ენთუზიასტები, კინო მოყვარული და ძირითადად ამ სფეროს წარმომადგენელს ახლა მილიონებს ვერ შეუძლოს ვერავინ, რომ აი თქვა ალტრუისტულად დააფინანსოს ეს სფერო, ხო? რომ და მართლა გემოვნება კონდეს. აი, მივედით ისევ ამ კინოგემოვნებაზე ვსაუბრობთ, ისევე როგორც გასულ გადაცემაში, როგორ აღზარდოთ მაყურებელი. გეგმოთ თუ არა კინოკრიტიკოსებიც რა მიმართულებით აქტივობებს, იგივე სკოლებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ბავშვმა თავიდანვე განარჩიოს, განასხვაოს ერთმანეთისგან ის კონტენტი, რაც მას ზრდაში ეხმარება და ის, რაც პირიქით აქვეითებს მის ანალიტიკურ. ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო აი კერძო სკოლებში ყოფილ მე ყოფილა ერთ-ერთ მერვე კლასში იყო მეგონი მიმიწვია მეგობარმა და ჩავატარეთ პატარა გაკვეთილივით და ისე დაინტერესათ, ნუ აი ისეთი საინტერესო იყო პროცესი, იმიტომ რომ პრაქტიკაში ვაჩვენებდი რაღაცებს, რომ აი როგორ უნდა გადაიღო ეს, აი აქ ეს კადრი როგორ შემოძდა. ისე მოეწონათ, იმიტომ ძალიან რთულია მაგას აქში ადამიანს რაღაცა ესე მარტივად ხო რაღაცა, იმიტომ რომ ძირითადად ხო. კი. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი არის ვისურვებდი, რომ დაინტერესდნენ საჯარო სკოლებიც ამ სფეროთი, ამის რაღაცა კლასებში ჩვენებით და ანალიტიკა შემდგომ. ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ მაგას მარტო მე რომ დავგეგმო, დაგეგმილი მაქვს თქვა, მაგრამ მარტო მე ამას ვერ შევძლებ, თუ არ იქნება ნება სახელმწიფოს როს მოხდეს. ლევან, როგორ ხედავ ქართული კინემატოგრაფის მომავალს? მე ხედავ ძალიან ნათელ მომავალს ხო და მართლა ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ
ის კრიზისი, რაც ქვეყანაში არის დღეს შექმნილი, ვფიქრობ, რომ ეს ბადებს შემდეგ ბრაზს და რა თქმა უნდა ეს ხელოვნების ფორმატში აისახება, იმიტომ რომ არ არსებობს ხელოვანი კომფორტში, რომ ამას ქმნიდეს თუ ის ხელოვანია, მას ჭირდება პრობლემა. მას ჭირდება ამ ყველაფერს, რაც შენ გარშემო მოხდება, შემდეგ იქიდან იღებ ამ ყველაფერზე რეფლექსიას ახდენ, ხო? ანუ ეს დაბადებს ძალიან წინააღმდეგობრივ, ძალიან საინტერესო კინოს. ისეთ კინოს, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და რომელიც ჩვენ გვინდა რომ იყოს და ეს თავისთავადად მოხდება. ამას წინასწარ ვერ გათვლი, ამას შეიძლება დაჭირდეს წლები, შეიძლება 10 წლეულის დაჭირდეს, შეიძლება მეტიც, ამ ყველაფერსგან დისტანცირება, თაობა რომელიც წამოვდა ამ ყველაფერზე ილაპარაკებს, იმიტომ რომ თუ დღეს სოფლიო კინემატოგრაფში რაიმე ეპოქა შეგვიძლია განსხვავდეს ოქროს ხანა, ეს არის 60-იანი წლები და რა ხდებოდა 60-იანი წლების კონტექსტზე? პოსტ ტოტალიტარული მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ეპოქა, ხო? შემდგომი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი და ეს ბავშვები, რომლებიც ამაში გაიზარდნენ, გერმანელები, ხო? გერმანული თაობა, რომელიც დაკარგული მამები არ ყავდაო და ბაბუების ყველაზე გვიწევდნენ, იმიტომ რომ მამები ომში იყვნენ დაღუპულები და ასე ეს ძალიან მძიმე ბავშვობა აისახა მათ შემოქმედებაში და ხელოვნება იშვა ახალი გერმანული კინო დაიბადა. იგივე 60-იან წლებში იტალიური ნეორეალიზმი რაზეა, ხო? გაცამტვერებული იტალია, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა დგება ამ ნანგრევებიდან. იგივე ფრანგული კინო ოკუპაცია ფაშისტების ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს პერიოდი გახდა ეს უდიდესი პრობლემა, რომელიც გადაიარა მსოფლიომ გახდა შემდეგ რაღაცა კინოში ძალიან დიდი აფეთქების მომასწავებელი, ხო? და ეს იყო დღესაც ომები გვაქვს, ხო? სამყაროში სამწუხაროდ ამისგან შედგება უკრაინაში ომია, არის ღაზას სექტორში ომია, ყველგან ომია და ძალიან ბევრი ავტორიტარული მმართველობები მოდიან თურქეთში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. ეს არ არსებობს, რომ არ აისახოს კინემატოგრაფში და ეს არ დაჩნდეს ამ შემთხვევაში დადებითად კინოს. ხო, მე ძალიან პოზიტიური პროგნოზია, იმიტომ ხშირად ამბობენ იმას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც კინემატოგრაფი არსებობს, საუკუნეს ცოტა მეტია, ამბობენ, რომ თითქოს თავი ამოწურა, დასრულდა ქართული კინო იქნება ეს თუ ზოგადად მსოფლიო კინო. ანუ ყველაფერი წინ არის შეგვიძლია. რა თქმა უნდა, თავარი გადავრჩეთ. ესაა პირველში მნიშვნელოვანი, უნდა გადავრჩეთ ამ ყველაფრისგან, მთელი მსოფლიო უნდა გადარჩეს და დაუბრუნდეს, რა ვიცი. ნორმალურ ცხოვრებას, რომ შემდეგ ამაზე საუბარი შეძლოთ, იმიტომ თუ არ შეძლოთ და აუცილებლად გადავრჩებით მაინც, მაგრამ პირველ რიგში მოთქვათ, რომ თავარი გადავრჩეთ. და კიდევ ბოლო კითხვა მსურს დაგისვა ის, ზოგადად რაშია კინემატოგრაფის ძალა? კინემატოგრაფის ძალა არის, ну, ვიზუალურ გამომსახველობაში პირველ რიგში, აი თვალზე ვლაპარაკობთ ამას და აღქმებში რომ ეს არის ხელოვნება, უკვე ხელოვნების ძალა იმაშია, რომ შენ რაღაცა გაფორი აქებს, შენ მოსვენებას არ გაძლევს ეს და შენ ამით ცხოვრებას იწყებ. გამორიცხულია შენ ხელოვნებაში, შეხვიდე რაღაც მომენტში და შემდეგ ეს ოდესმე გავიდეს შენგან, იმიტომ რომ ეს არ არის ბიზნესის სფერო, ან რაღაცა, რასაც მიატოვებ და სხვაგან წახვალ, ან რაღაცა. ყოფილი ხელოვანი არის. ეს არ არსებობს ყოფილი ხელოვანი, რა თქმა უნდა, ყოველთ მაგიტოა რომ ასაკი ხო არა, ეს ხო არა რომ კარიერას ამთავრებს ბუცებს ლურსმაზე ჩამოკიდება, ვერ მოხდება ახაც კამერით ლურსმაზე ჩამოკიდება. ყველა ადამიანს მაჯორის არის 90 წლის ადამიანსაც კი იგი ფიქრობს მას აქვს საკმარისი ენერგია და უნდა კინოს გადაღება, იმიტომ რომ იგი ფიქრობს ის ახალ სული ხო არ ბერდება. მას გონია რომ ისევ შეუძლია და ისევ უნდა. ამის მაგალითად ლანა ღოღობერიძე, რომელმაც ბავშვის დღეს არის პრემიერა მის ახალი ფილმის 96 წლის ასაკში კიდევ ერთი ფილმი გადაიღო. ეს არის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო. კინო არის უკვდავი ფაქტორი, შეგვიძლია ვთქვათ. და ეს სფერო არის, ხო, თუ დაგაჰიპონოზებს, მე აქედან ვერ გამოხო. უღრმესი მადლობა ლევან, რომ იყავით თეთრი კვადრატის სტუმარი, ასე საინტერესოდ მიმოიხილე კინოკრიტიკის ხელოვნებაც, თანამედროვე ქართული კინემატოგრაფის მომავალიც. მადლობა, მაყურებელს ვემშვიდობები შემდეგ შაბათამდე დროებით.